შურისმაძიებლების ფილმებს წესით არ უნდა ემუშავა. დღეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია სხვადასხვა პერსონაჟების ერთად ნახვა, თუმცა წარმოიდგინე ადამიანი, ვისაც არასოდეს წაუკითხავს კომიქსები. როგორ გინდა მას დააჯერო, რომ ჩვეულებრივ ადამიანს, თუნდაც სუპერჯარისკაცი იყოს ან რკინისკაცის ფორმა ეცვას, შეუძლია რომ ებრძოლოს რობოტებს, უცხოპლანეტელებს და მით უმეტეს ღმერთებს. როგორ შეიძლება ტიპმა, რომელიც მშვილდისარს ატარებს, დაამარცხოს quicksilver-ი, ან საერთოდ რაში ჭირდებათ თორს და ჰალკს, ნატაშასა და კლინტის დახმარება. თუმცა შურისმაძიებლების ფილმში არის სამწუთიანი სცენა და სწორედ ამ სცენაშია ამ კითხვებზე პასუხებიც. ეს არის თორის, კაპიტანი ამერიკისა და რკინისკაცის ბრძოლა. ამ სამი პერსონაჟის ფილმები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ტონი სტარკი თავისი ცოდნისა და მეცნიერების საშუალებით ქმნის რკინისკაცის კოსტიუმს და იბრძვის ტანკების, იარაღებისა და საბოლოოდ მისი მსგავსი რკინისკაცის წინააღმდეგ. კაპიტანი ამერიკა ასევე მეცნიერების საშუალებით ხდება სუპერჯარისკაცი და იბრძვის ტანკების, იარაღებისა და საბოლოოდ სხვა მისი მსგავსი სუპერჯარისკაცის წინააღმდეგ. თორი კი საერთოდ სხვა დონეზეა. ის იბრძვის ღმერთების და ყინულის გიგანტების წინააღმდეგ. 2011-ში ვინმესთვის რომ გეკითხა, რას იზამდა თორი კაპიტანი ამერიკის ან რკინისკაცის ფილმებშიო, იპასუხებდა, რომ ფილმი რამოდენიმე წამში დამთავრდებოდა, რადგან თორი მიწასთან გაასწორებდა მტრებს. მათ შორის იმდენად დიდი განსხვავება ჩანდა, რომ თითქოს აზრი არ ჰქონდა მათ გაერთიანებას და მით უმეტეს გუნდში უფრო სუსტი ადამიანების დამატებას. თუმცა სწორედ მათმა ინტერაქცია მოუტანა მარველის სამყაროს წარმატება. მოდი დაუბრუნდეთ მათ ბრძოლას. თორი ჩაქუჩს ესვრის ტონის და ტონის ჯავშანი დარტყმას უძლებს. ანუ გვაჩვენებენ, რომ მეცნიერების გამოყენებით ადამიანს შეუძლია ღმერთის იარაღსაც კი გადაურჩეს. შემდეგ კი ტონი თავად ურტყამს თორს, თან საკმაოდ მტკივნეულად. ანუ შეიძლება, რომ ადამიანმაც მიაყენოს დარტყმა ღმერთს. შემდეგ თორი იყენებს ელვას. ამ დროს შეიძლებოდა ტონის ჯავშანი ისე დაზიანებულიყო, რომ მთელი ფილმი გამოეტოვებინა, თუმცა საერთოდ სხვა რაღაც ხდება. ენერგიის მოცულობა 20%-მდე გაიზარდა. ამაზე რა სიტყვი? იდეა გასაგებია, ადამიანს შეუძლია შექმნას რაღაც, რაც ღმერთის იარაღსაც კი გაუძლებს. შემდეგ პირიქით ტონი გადადის შეტევაზე. თორს მთაზე სახით ახოხებს, თუმცა ვერ იმარჯვებს. ეს უკვე ღმერთების ძალის დაკნინება იქნებოდა. შემდეგ ვხედავთ, რომ მიუხედავად ასეთი კოსტიუმისა, ღმერთის ძალა მაინც აღემატება ადამიანისას. ასევე ვხედავთ, როგორ იყენებს ტონი ფიზიკის კანონებს, კერძოდ კი ინერციას ბრძოლაში. ანუ იდეა გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ძალა აღემატება ადამიანისას, ცოდნის, ჭკუისა და უნარების გამოყენებით მაინც შეგიძლია, რომ დაუპირისპირდე მას. ბოლოს ბრძოლაში ერთვება კაპიტანი ამერიკა და აქ ხდება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ. თორი მთელი ძალით ურტყამს მას ჩაქუჩს. კაპიტანი ვიბრანიუმის ფარს ახვედრებს, ხდება დიდი აფეთქება, თუმცა კაპიტანი არ ზიანდება. ამ ბრძოლაში შეიძლებოდა, რომ თორს ორივე მარტივად დაემარცხებინა და მათ გაერთიანება დაჭირვებოდათ მის წინააღმდეგ, ან კიდევ ჰალკი გამოეძახებინათ. მაგრამ ამ შემთხვევაში ტონისა და სტივს არასერიოზულად აღვიქვამდით და მით უმეტეს ჩვეულებრივ ადამიანებს. თუმცა ამის მაგივრად სცენა ძალიან ადამიანურად მთავრდება. არც ერთი მათგანი არ დამარცხდა. სამივე ფეხზე დგას, თუმცა იმდენად დაღლილები არიან, რომ სუნთქვაც კი უჭერთ. ამით ფილმი გვეუბნება, რომ ძალების განსხვავების მიუხედავად ეს სამი ერთ დონეზეა. მათ ინდივიდუალური უნარები აქვთ და ამ უნარების გაერთიანებით ისინი ერთმანეთის სისუსტეებს დაფარავენ. რაც ასევე შესაძლებელს ხდის სამომავლოდ სხვა თუნდაც უფრო სუსტი ადამიანების მათ მხარეს ან მათ წინააღმდეგ გამოჩენას. მარველი გვინერგავს იდეას, რომ უშანსოდ არავინაა. ახლა უკვე ზედმეტი ეჭვის გარეშე ვუყურებთ ადამიანობობას ან გალაქტიკის მცველებს თანოსის წინააღმდეგ. აღარ გვიკვირს ის, რომ ვაკანდას მეომრები უცხოპლანეტელებს ებრძვიან. უკვე ვიცით, რომ თუნდაც სუსტი იყო, ჭკუისა და უნარების გამოყენებით გაქვს შანსი, რომ ნებისმიერი დაამარცხო. ჩნდება იდეა, რომ თუ ადამიანი ობობა თანაბრად ებრძვის კაპიტან ამერიკას, კაპიტანი უძლებს თორის დარტყმას, თორი თანაბრად ებრძვის ჰალკს, ესე იგი ადამიანობობასაც აქვს შანსი ჰალკთან ბრძოლაში. ამ სცენის ნახვის შემდეგ არა მარტო მისაღები ხდება ის, რომ განსხვავებული უნარებისა და ძალების მქონე ადამიანები გაერთიანდნენ, არამედ უკვე სიამოვნებას გვანიჭებს მათი ერთად ნახვა და გვანდომებს, რომ კიდევ უფრო მეტი და უფრო უცნაური ქროსოვერები ვნახოთ.